ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით თბილისისა და არა მარტო თბილისის მოსახლეობას. კვირის განმავლობაში მსოფლიო შოუ ბიზნესში მომხდარი საინტერესო სიახლეებით ეთერშია ინფორმატორისა და ლაილაის 10-ნახევრიანი მეოთხე ყველაზე ვრცელი გამოშვება. ასე რომ ვფიქრობ, გაინტერესებთ რითი იყო საინტერესო ეს კვირა ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში. თუ თქვენ მაესტროს ერთგული მაყურებელი ხართ, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ დაიწყო პროექტი თანავარსკვლავედი. ანუ ერთი თვის განმავლობაში თქვენ საშუალება გაქვთ თვალი ადევნოთ, თუ რა ხდება თანავარსკვლავედის სახლში. პირველი 2 დღე მომავალი ვარსკვლავები ჯერ ახალ გარემოს ეჩვევიან, ხოლო შაბათიდან დაიწყება სისტემატური მოსამზადებელი პერიოდი. ასე რომ ყოველ დღე სტუდია მაესტროს ეთერში შეიძლება ითქვას, რომ თქვენს წინაშე ჩამოყალიბდებიან მომავალი ვარსკვლავები. ბუგა და ჯაბა სულ მალე ტელეეკრანებზე ახალ სარეკლამო კლიპში მოგვევლინებიან. როგორც გადაღებიდან გავიგეთ, სარეკლამო კლიპში მონაწილეობა ორიოსთვის პირველი იყო და გადაღებებმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. პირველად ვიღებ სარეკლამო კლიპში მონაწილეობას და ძალიან მომწონს და მომავალშიც ალბათ თუ შემომთავაზებენ აუცილებლად დავთანხმდები ხოლმე და რაღაცა კარგი სიტუაცია არის და ძალიან მომეწონა. არა, ეხლა რა არის? ის უნდა ჩავა. ზედა ჩავაგდო ხა. ის ელექტრიკი სად არის ჩვენ რო ვიჯაზებ და სიმღერო? სარეკლამო რგოლში ეს ჩემთვის პირველია და ნახოთ. აქაც ვდიბეც. მე რას არ იმჩნევ? არც ერთ შემთხვევაში ზგლადით არ უნდა შეეხოთ იმას რა, კამერის ოპერაციას. თქვენ თავს უყურეთ. თქვენ თავს ერთმანეთზე შეგიძლიათ აქეთ. თუ თქვენ თავს მოყვარულ ფოტოგრაფად ვთვლით, შესაძლოა საკმაოდ უცნაური პარალელები აღმოაჩინოთ სხვადასხვა საგნებს შორის და შემდეგ ეს ფოტოპროდუქცია დაგციოთ. სწორედ ასეთი უცნაურობების შესახებ მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი შემდეგი სიუჟეტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა უნივერსში ალბათ პირველად საქართველოში მოეწყო საკმაოდ უცნაური გამოფენა. უცნაურობა თავად ფოტოების მასალაში მდგომარეობს, რომლებიც საკმაოდ ცნობილმა ფოტოგრაფმა ქალმა ირინა აბჟანდაძემ ორიგინალურად ასახა პირზე. ეს არის გვამური მასალა, ეს არის ქირურგიული მასალა და კლინიკური მასალა შემოსასვლელში. თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, განმარტავთ. ამ ფოტოებზე ასახული ადამიანის თვალი, ღვიძლი, გული და სხვა შინაგანი ორგანოები. ხოლო იმისათვის, რომ ამ ყველაფერს საზოგადოებაში გაღიზიანება არ გამოეწვია, ფოტოგრაფმა ასეთი რამ გადაწყვიტა. ასტრონომიული ტექსტები დავადე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაცნაირად შემემსუბუქებია გამოსახულების სიმძაფრე. იმიტომ რომ ორგანო გადაღებული რეალური ტექსტით არის ძალიან მძიმე სახილველი. და როცა ასტრონომიას რაღაცნაირად ვათვალიერებდი, მივხვდი კიდევ ერთხელ დაბრუნდი სამყაროს მატერიალურ ერთიანობაში. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები თავისი ანატომიური სიშიშვლით ცოტა თვალსაც ჭრიდა, თურმე გამოფენას ესთეტიურობის გარდა სხვა საკმაოდ სერიოზული ფუნქციებიც ჰქონდა. რატომაც დავიწყე ეს ყველაფერი? არის პროტესტი ერთგვარი, აი ამ ბედაცე ჰეპატიტების მკურნალობა შინაური წამლებით. აი იქ კლინიკური მასალა რაც არის, ის ყველარი იყვნენ გართულებული ამ შინაური წამლების მიღების შედეგად. მედიცინა არის ჩემი ბავშვობის განუხორციელებელი ვნება, ესე ვთქვათ. და სულ როცა ატლას ვათვალიერებდი, სამედიცინო ატლას საოცარი ანალოგიები აღმოვაჩინე ანატომიურ ორგანოებსა და რკინაბეტონის არმატურებს შორის. და ესე განვითარდა ზუსტად ეს პირველი ნამუშევრები, რასაც ხედავთ ამ პირველ დარბაზში.
ქართველი რეპერი ლექსენი ამ კვირაში თავად მოსწავლეების თხოვნით მიწვეული იყო კეთილშობილ ქალთა და ვაჟთა პანსიონში მთიები. ჩვენი სიუჟეტიდან ნამდვილად მიხვდებით თუ როგორი სიხარულით შეხვდნენ ბავშვები ლექსენს. დაბჭანდით რა? ის განხდარი ყავ რეპერი თუ უფრო სხვა მიზნები გვექა ბავშვობაში. შენ მოგწონს ხო რეპი? ასეთი იმიჯით ხარ. არა, ბავშვობაში არ მქონდა ამის სურვილი რომ რეპერი გახვდარიყავ, მოკლედ მინდოდა რომ მემღერა სიმღერა უფრო სერიოზული სახით და აღმოჩნდა რომ მე რომ ვიმღერე უკვე ასე თქო დიდასაკში, მოკლედ მომეწერა ეს სიახლე და გავხდი რეპერი. მაშინ ვერ საზღვრავდი იმის რომ აი რეპერი გავხდი, უბრალოდ მომწონდა და ასე თქო რაღაც ინსტინქტურად მივდევდი აი ამ სტილს. წინასწარ განსაზღვრული არ მქონდა რომ გავხდებოდი რეპერი. ლექსეს უსურვებ ემინემთან ერთად სიმღერის ჩაწერას. მე მინდა ლექსოს უსურვო რომ ცაზე გაწყინებულ ვარსკვლავთა შორის ერთ-ერთი თვითონ იყოს. ძალიან მიყვარს და ძალიან ვაფასებ. მეც გამიკვირდა რომ აი ეს რეპი და ჩემს სიმღერებს მღეროდნენ ესე და ესე უზეპირად იციან და ალბათ მუსიკა მოწონთ, ალბათ სიმღერები მოწონთ, ტექსტები მოწონთ და აქედან გამომდინარე, ხა არ მინდა რომ ისე გამომივიდეს, მაგრამ ალბათ მოწონთ და იმიტომ რომ აშკარად ხედავდი ამ ყველაფერს და გაუცებული ვარ. ინფორმატორიდან იცით, რომ მოსკოვის Fashion Week-ში მონაწილეობას ორი ქართველი დიზაინერი, მაკა ასათიანი და ავთო სკვიტინიძე იღებდა. ალბათ ისიც გამახსოვრებათ, რომ ორივე მათგანის ჩვენებამ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. მოდით კიდევ ერთხელ გავხსოვოთ, თუ რა წარმატებები მოუტანა ამ ჩვენებამ ავთო სკვიტინიძეს. აღმოჩნდა ესე, როცა ჩემი ჩვენება დაიწყო უკვე რეპეტიციებზე და რომ შევიტანე მოდელები, გაირკვარო, უკვე დიდი სიმპათიები დაიწყო ჩემს მიმართ და უკვე ჩვენება რომ დამთავრდა, მოხდა ფაქტიურად სენსაცია, იმიტომ რომ აბსოლუტურად უცხო ადამიანები მოდიოდნენ პრესა, ტელევიზია და რაც მთავარი იყო რუსის მოდის კრიტიკოსები და მეუბნებოდნენ რომ აი რატომ არ გიცნობთ ჩვენ ესე და რატომ არ ჩამოდი აქამდე. ანუ უკვე მეორე დღეს ვიყავი ფაქტიურად ცნობილი პიროვნება, იმიტომ რომ ყველა პირველი რიგის საპატიო ადგილები ჩვენთვის იყო დათმობილი. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი და მნიშვნელოვანი პირი დაინტერესდა და უკვე ზამთრის კოლექციისთვის ძალიან სერიოზული მზადებით უკვე ელოდებიან და სპეციალურად გაგვიფორმეს კონტრაქტი, რომ Russian Fashion Week-ზე ჩავიდეთ და არა მოსკოვის Fashion Week-ზე, სადაც უკვე შემოთავაზება იყო და გადაბირების მომენტი იყო ფაქტიურად. ქართველი დიზაინერისთვის უკვე იმდენად კარგი ემოციები ჰქონდათ მაკა ასათიანის სახლიდან მანამდე უკვე რომ აი ფაქტიურად უკვე ნიჭიერი ადამიანის ჩამოსვლას ელოდებოდნენ საქართველოდან, იმიტომ რომ ქართულ მოდაზე უკვე ჰქონდათ კარგი წარმოდგენა. ჯერ მაკაზე მელაპარაკებოდა ყველა და შემდეგ მაკა რო ჩავიდა ყველა ჩემზე ელაპარაკებოდა და მე ვიძახოდით რომ მაგრები ვართ ქართველები თქო.
ანგორაში ქართულ მუსიკალურ ბაზას კიდევ ერთი ახალი ვიდეოკლიპი შეემატა. კინოთეატრ კოლკაში შედგა პრეზენტაცია ჯგუფ Stacy-ის კლიპისა სახელწოდებით არც თუ ისე ბევრი მსურს. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ჯერ თვითონ ისავიღოთ, რომ თვითონ სიმღერის ჩაწერა მოხდა სპონტანურად, ხუმრობით ხეცხმებაო და ჩვენც ესე მოვახდინეთ და სიმღერა ჩავწერეთ ჩვენ და DJ დათომ. ერთ დღესაც ავედით გიორგისთან, ვილაპარაკეთ. ბევრი არ გვილაპარაკია მართალი გითხრათ, რაღაც ჩვენი აზრი ვთხარ, თვითონ თავისი აზრი გვითხრა და ერთ დღესაც გვირეკავს და გვეუბნება, რომ მე უკვე კლიპიო გავაკეთეო და თქვენი აზრი მაინტერესებს და მივედით ჩვენ რა თქმა უნდა ცოტა გაკურებულებიც კი ვიყავით, რომ ჩვენ არც გადაუღივართ არაფერი კლიპი როგორ შეიძლება ადამიანს გაეკეთებინა, როდესაც ჩვენ არ დაუფიქსირებივართ არც კამერას, არც არაფერს და აქედან გამომდინარე ავედით, ვნახეთ კლიპი და შთაბეჭდილება პირველი უკვე იქიდან წამოვიდა, რომ რაღაც იყო განსხვავებული, იყო სხვა. ავტორი არის თვითონ სიმღერის რატი დურგუჩვილი, ჩვენი მეგობარი. ისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. გუჩი მეტრეველი არის ტექსტის ავტორი, მასაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და ჩაიწერა ისინი სტუდიაში და მიიღო ის სახე, რომელიც სახეც დღეს აქვს. საინტერესოა ამათი შემოქმედება. იმიტომ რომ არის განსხვავებული, რაღაც მიმართულება აქვს არჩეული და აი ამ მიმართულებას ასე ვთქვათ მიუყვებია, ხო? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აისახა სიმღერაში, საბოლოო ჯამში, კლიპში და უკვე შემდეგ დღევანდელ დღეში. მე რომ ვიყო MTV-ის დირექტორი, აუცილებლად გავუშვებდი ამ კლიპს, იმიტომ რომ ნუ ძალიან მომეწონა, არ ვიცი რა ვთქვა. მეტი რა ვთქვა, არ ვიცი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან კეთდება ესეთი ხარისხის კლიპები. ძალიან მომეწონა და გულშემატკივრობ ბიჭებს ბოლომდე. ჯგუფი ქუჩის ბიჭები ახალი იდეის განხორციელებას იწყებს. გარდა იმისა, რომ შეიქმნება მათი ხმისჩამწერი სტუდია, ჩამოყალიბდება ბავშვთა სტუდიაც, სადაც ჩატარდება სამუშაოები მომავალი თაობის პროფესიონალ მომღერლებად ჩამოყალიბებისათვის. ამ სტუდიაში იქნება გაწევრიანებული კი არა და ვთქვათ გაერთიანებული ჩაწერს ყველა ეს ადამიანი, ვისაც სურვილი გაუჩნდება, ვთქვათ, იქნება კომერციული ჩაწერებიც და ასევე ჩვენ გვაქვს იდეა, რომ ამ სტუდიაში მოქმედოს ესეთნაირმა პრინციპმა, რომ ჩვენ რამოდენიმე განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვები ავიყვანოთ და მათ ვასწავლოთ სწორი სიმღერა, ჩავაწერინოთ რამოდენიმე სიმღერა და ვთქვათ მივცეთ მიმართულება. შემდეგ აი ესეთნაირად მოხდეს ეს ვთქვათ მათი ჩამოყალიბება. შერჩევა მოხდება ძალიან მარტივად თქვენი ეთერის საშუალებით ან სხვა ტელეკომპანიების საშუალებით ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსს, სადაც ძალიან მინიმუმამდე იქნება ეს ბავშვების რაოდენობა დაყვანილი და იმ ბავშვებიდან ჩვენ მივცემთ მიმართულებას რამოდენიმეს, ვინც გაიმარჯვებს ამ შესარჩევ კონკურსში. ჩვენ ვიქნებით უშუალოდ დაკავებული ამ ბავშვებით და მოვიწევთ აუცილებლად პედაგოგებს, ჯერჯერობით ეს არ არის გადაწყვეტილი, ვინ იქნება. შეიძლება იდეის დონეზე გვაქვს ჩვენ არც გვილაპარაკია ქალბატონ ინგასთან ასათიანთან. ვაპირებთ რომ მოვიწვიოთ ქალბატონ ინგა ასათიანი და რა ვიცი, ასევე ქორეოგრაფები გვეყოლება, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომელიც ძალიან კარგად ცეკვავს და დროებით არ მუშაობენ. ჩვენ მოვიწვევთ ამ ხალხს და მათთან სისტემატური ხასიათიც იქნება ეს რეპეტიციები. ინფორმატორი, კარგად. საქართველოში უკვე მესამედ ტარდება მოყვარულ ფოტოგრაფთა კონკურსი კოლკა. ამ კონკურსში 300-ზე მეტი ფოტო მოგლოვდა, რომელთა შერჩევა და საუკეთესოს გამოვლენა 20 ნოემბრამდე მოხდება. საუკეთესო ფოტოები კი სხვადასხვა გალერეებში გამოიფინება. ფოტოებიდან შერჩევა 50 საუკეთესო და გამოიფინება Universal გალერეაში და TMS. რეკავს ძალიან ბევრი ხალხი, იმეილზე მოდის ძალიან ბევრი კითხვები. აინტერესებდა.
შემოსვლით იმედი გვაქვს ბევრი ფოტო შემოვაკიდეთ. 15-დან 20-მდე მოხდება გადარჩევა ამ ფოტოების. შეარჩევს ჟიური, ესენი არიან გურამ წიბახაშვილი, დათო ჩიხლაძე, მიშა მრევლიშვილი, თეათელია, გიკა ჭელიძე. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება უკვე დახურვაზე. ეს იქნება 27 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.